რუსთავში თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი გაიხსნა. მასშტაბური პროექტი მთლიანად ქართული ინვესტიციით განხორციელდა. რუსთავის ავტოდრომის მსგავსი ტრასა ევროპაში სულ 38-ია. ახლა ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ბოლოში სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ფორმულა 3-ის ბოლიდით ტრასა რამდენჯერმე დაფარა. მოგვიანებით კი ჩემპიონატს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდობა. სისწრაფე, ადრენალინი და სპორტული ჟინი რუსთავის ავტოდრომზე 20 წლიანი პაუზის შემდეგ წრიულ ბოლოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატით რუსთავში ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული ტრასა ოფიციალურად გაიხსნა. ახალი ავტოდრომის შეჯიბრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა პირადად გამოსცადა. მიხეილ სააკაშვილმა ფორმულა 3-ის ბოლიდით ტრასა რამდენჯერმე დაფარა. პრეზიდენტი ჩემპიონატზე დასასწრებად მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ქვეყნისთვის ავტოდრომის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს არის ახალი ავტოდრომი. 20 მილიონი დოლარი ჩადო შოთა აფხაზავამ და სხვათა შორის კლასიკური ნიმუშია იმისა, რაც ნიშნავს ძალიან დიდ მნიშვნელოვანი ქართული პატრიოტული გზნობა. შოთა მართალია ქართული ჯერ ვერ ისწავლა, მაგრამ სიყვარული საქართველოს სიყვარული ერთი წამით არ დავიწყებია თავისი არც თუ ისე მოკლე ცხოვრების განმავლობაში. რას ნიშნავს ქართული საქართველოს სიყვარული, როცა დაიბადე სხვაგან, გაიზარდე სხვაგან, შერიფული გააკეთე სხვაგან. მაგრამ ყველაფერი ბოლო კაპიკით ჩადე იმაში, მათ შორის პრობლემების ფასად, რომელიც შეიძლება შეგიქმნან, რომ შენ ქვეყანაში რაღაცა ააშენო, რაღაცა გაუმჯობესო. ადამიანები დაასაქმო. ახალი საშუალებები გახსნა, მაგრამ რაც არ უნდა ქონდეს ადამიანს, ბოლო კაპიკამდე მოუნარი მოახმარო შეგვიძლია ქვეყანას, ეს არის განსაკუთრებული ნიჭი. ეს არის ასევე რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. იმიტომ რუსთავი იყო, არ არის დასამალი 10 წლის წინ მომაკვდავი ქალაქი. ყველა გარბოდა აქედან, ვისაც შეელო უცხოეთში, ვინც არა თბილისში, ვისაც არც გაქცევა არ შეელო, ის უბრალოდ ელოდებოდა აი ესე ამ ქალაქის განადგურებას და ინფრასტრუქტურის საბოლოოდ მოშლას. რა თქმა უნდა, რუსთავში ჯერ 20%-იც არ არის გაკეთებული იმისა, რაც სურდა რომ გამეკეთებია ამ წლებში. მაგრამ ყველა გაჩერებული ქარხანა თითქმის ყველა ამუშავდა. გაიხსნა რამდენიმე ახალი ქარხანა. აი ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არ არსებობდა, ხო? ეს ინფრასტრუქტურა ნულიდან შეიქმნა 3 წლის წინ ომის შემდეგ და ეხლა არის პოსტსაბჭოთა სივრცეზე და თელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წამყვანი ცენტრი ავტოსერვისის და მანქანების რეექსპორტის. და ამას დაემატა გვირგვინად ის ავტოდრომი, ავტოტრეკი, რომელიც აქ ააშენა შოთამ და რომელიც ეკიდევ, რომელშიც დამატებით რამდენი მილიონი დოლარს დებს, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. და ეს არის არა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმება აქ, ეს არის საბოლოო ჯამში რუსთავის აღორძინების ერთ-ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მოზაიკის. ერთ-ერთი პატარა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ის 100 თუ 200 თუ 300 ადამიანი, რომელსაც ეს უშუალოდ ასაქმებს, არის 100, 200, 300 ოჯახი, რომელსაც აქვს მეტი შემოსავლის წყარო. ეს არის მეტი საშუალება, რომ ჩვენ შვილებს მივცეთ უკეთესი განათლება, უკეთესი შესაძლებლობები, უკეთესი ჯანდაცვა ქონდეს, უკეთესი იმედი ქონდეს მომავალში. ავტოდრომის გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა უსაფრთხო გზების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზებზე ხარისხიანი საფარის დაგებისა და კვედების შემოღების შემდეგ საქართველოს ავტოტრასებზე მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდა. რუსთავის შემდეგ მოყვარულთათვის ავტოტრეკის მშენებლობა უკვე ბათუმშიც დაიწყება. ბოლო წლებში ერთ-ერთ ჩემ პირადად და ჩვენი მთავრობის სამინისტროს მივაჩნია, რომ შარშან 25% შემცირდა თითქმის სიკვდილიანობა გზებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გავხდეთ თანამედროვე ცივილიზების საზოგადოება. ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თავზე ხელმოძღვებია, მაგრამ სიკვდილიანობა გზებზე შეამცირა რამ, რომ მაგარი გზები დაეკო და ღვედები შევიდა ძალაში და ხალხმა აუბავხარი და პატრულს ცოტა უფრო მომთხოვნი გახდა, რაც აბსოლუტურად აუცილებელია და ეს არავის არ უნდა ეწყიროს. ეს არის ისევ ადამიანების უსაფრთხოებისთვის. კიდე ადრე რა ხდებოდა, ადრე თბილისში პირველად თუ დავიწყო გზების დაგება, ბევრი ეს ბიჭი, რომელიც აქ ხარ დღეს ამ მანქანებზე იჭდა, იძდა ხოლმე გზებზე იდგა ხოლმე და იქიდან სადაც ვაზისუბანში, ვარკეთილში, გდანში დავაგები და იქ იწყებდა ბოლებს და აწუხებდა ხალხს, უხდიდა საფრთხეს.
ეხლა აქვს თავისი ავტოდრომი. ჯერ საქართველოს გაიგზავნა, მთელი საქართველო მალე ავტოტრეკივით გახდება. მათ შორის ავტობანი და ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ ამ ავტოდრომზე მოვიდნენ და გამოუშვა თავის ადრენალინი. პირიქით ეს შეამცირებს აქ დახარჯავენ თავის ენერგიას, მეტ პროფესიონალები გახდებიან, მათ შორის მოყვარულებიც უკეთესად ისწავლიან ჩემნაირები და ამიტომ გზაზე უფრო უსაფრთხოები იქნებიან. ჩვენ კიდე დიდი გზა გვაქვს გავცავლილი საგზო უსაფრთხოების და კიდევ ერთი შოთა აკეთებს, ეს ხო გააკეთა და ეხა აკეთებს შემდეგ ბათუმში ჩვენ აეროპორტის შემდეგ ვაშენებთ პრაქტიკულად ახალ ბათუმს 7 კილომეტრი ემატება სანაპირო ზოლს ბოლნიის მიმართულებით. იქ კეთდება ძალიან მაგარი სტადიონი, დათო გოგიჩაიშვილის პროექტით, ქართველი არქიტექტორის დიდი სტადიონი, დინამოს შემდეგ ყველაზე დიდი იქნება. ეხლა ვიწყებთ რა 2 თვეში მშენებლობას და იქვე უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ავტოტრეკისთვის. ოღონდ იქ კარტინგების იქნება, იქ სულ მოყვარულებისთვის იქნება ზუსტად. პირველი იქნება ავტოტრეკი და მე მომავალში ვანაუდობთ უკვე პროფესიონალურ ტრასას ასეც. ასე რომ ესეც შემდეგ გეგმებია და ეს რა თქმა უნდა შემოსავალი, დამატებით ტურიზმი, დამატებითი ამას მეტი ტურისტი ჩამოყავს ვიდრე ფორმულა პირველს. ამიტომ ეკონომიკურად ჩვენ წეს უფრო მომგებიანი იყო და ამიტომ ინვესტორები წავახალისეთ ამის გასაკეთებლად. საქართველოს პირველობაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად რუსეთისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დაძაბულ რბოლაში გამარჯვება შოთა აფხაზავამ მოიპოვა. მეორე ადგილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ვიქტორ შატაირი გახდა. გამარჯვებულები საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა და მათთან ერთად სიმბოლურად მეგობრულ რბოლაშიც მიიღო მონაწილეობა. Эта гонка была, может быть, самая важная. ეს რბოლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. გამარჯვება ძალიან ძნელი იყო. ამდენი რთული მანევრი ერთ რბოლაში არასოდეს გამიკეთებია. მართლაც უკომპრომისო ბრძოლა იყო. მიხარია რომ გავიმარჯვებ. ჩემს სამშობლოში, ჩვენს ავტოდრომზე ეს იყო პირველი მსხვილი ავტორბოლა. მადლობა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს. Я от всей души хочу сказать спасибо всем нашим соперникам. ბრძოლა იყო სამართლიანი, დაძაბული, თუმცა ყველა წესების დაცვით. მოხარული ვარ რომ მონაწილეობდი. საუკეთესო შთაბეჭდილებები დამსჭა. ძალიან მომენატრება თქვენი ქვეყანა. თანაც პრეზიდენტთან შეხვედრით და ერთობლივი რბოლით გაოცებული ვარ. არასდროს პრეზიდენტთან ასე ახლოს არ ვყოფილ ვარ. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი პირადად არც კი მინახავს. პოზიტიური ემოციებით ვარ დატვირთული. რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. რუსთავის ავტოდრომის მსგავსი ტრასა ევროპაში სულ 38-ია. ოსტაბჭოთა სივრცეში მას ანალოგი არ აქვს. 4122 მეტრის სიგრძის ახალი ავტოდრომი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აქ საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაცაა შესაძლებელი. მასშტაბური პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელდა. საბოლოო ბილიკის გარდა ახალ ავტოდრომზე მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა. აშენდა ახალი შენობები, შეიცვალა ტრიბუნებიც, რომელიც 4000 ადამიანზეა გათვლილი. მომავალში რუსთავის ავტოდრომის ტერიტორიაზე ახალი სპორტული ობიექტების აშენებაც იგეგმება. მალე აქ სასტუმრო, კარტინგის, პეინტბოლისა და ოფროუდის ცენტრები განთავსდება. დამშრომლობარი სპორტული ნაგებობა არის, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით ამ მშენებლობას და მონაწილეობას ღებულობდით და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ნაგებობა საბოლოო ჯამში მოგცემს იმას, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის სპორტული შეჯიბრებებს უბახსნებს საქართველოს. საქართველოს ჩემპიონატი სპორტული ავტომობილების 4 კლასში მიმდინარეობს. 4122 მეტრის სიგრძის ტრასაზე Legends, Formula Alpha და Tuning 1500 GT კლასის ავტომობილები ასპარეზობენ. შეჯიბრი 8 ეტაპისგან შედგება. ფინალი ნოემბერში გაიმართება.